თევზები ახლა აი ბოლოს ფაზა არის, ეს თევზური ენერგია მე-12 სახლის შავი მთვარე შემოდის, ნეპტუნი შემოგვდის, თევზები შემოგვდის, როგორც წესი ეს არის იცით როგორი სტრუქტურა არის, თევზები არის კოლექტიური ენერგეტიკა. მსგავსი არის რაც კიჩხიბი მორიელი, კიჩხიბთან თუ ემოციებთან გვაკავშირი, მორიელთან თუ ენერგეტიკასთან გვაკავშირი. თევზები ეს არის რაღაც აი მთელ კოლექტიურ სამყაროს გრძნობ და გამოვდივარ. აი აქ თითქოს სადღაც იკარგებიან. აი ენერგეტიკა ვიღაცა მეწოდება, ის მეწოდება, ან მე საერთოდ შეიძლება ჩავკეტო ჩემი ენერგია. მე უფრო ღრმად რო დავკვირვები ვარ, ეს არის საკუთარ ემოციებთან კონტაქტის უქონლობა, საკუთარ ტკივილთან და საკუთარ სევდასთან რო არ უნდათ ხოლმე შეხება საერთოდ, იმიტომ რომ ეშინიათ ტკივილის, ეშინიათ ამ სევდის მიღების საკუთარ თავში. ანუ ფსიქოლოგი კარგი ისელენა მაგალითად როცა თევზები ეს არის მკურნალი, ენერგეტიკული, ფსიქოლოგიური მკურნალია, როგორც საკუთარი თავის ისე სხვების. აი შავი მთვარის შემთხვევაში მე ბლოკავ სენსიტიურობას, ბლოკავ ჩემ თავთან ემოციურ კონტაქტს, იმიტომ რომ მე მეშინია რომ ვერ უმკურნალო ჩემ თავს, რომ ვერ გამკურნო ის იარები, რაც მაქვს. და მე სხვებს დასდევენ ხოლმე, ვითომ ყველა ეცოდებათ და სინამდვილეში ამითი ცდილობენ გაექცნენ საკუთარ მომენტებში უსუსურობას, საკუთარ სევდას, საკუთარ გრძნობელობას, მოდით ესე ვთქვა. და ენერგეტიკულ სტრუქტურაში აქვთ განცდა, რომ მე ვერ ვხედავ ჩემ თავს საერთოდ. მე სადღაც დავიკარგე. ისეც არის სუბუქი ანესთეზია, ოღონდ უკვე იცით როგორი ანესთეზია. აი საერთოდ რო აღარ ვიცი ვარ თუ არა, ხო? აი თან რო თითქოს აი ბურუში ვარ. აი ანესთეზია თუ უფრო მორიელურია და მთლიანად კიჩხიბ მორიელი, საერთოდ ვერ გზნობ ვერაფერს, მაგრამ ჩემ თავს ხედავ. მაგალითად, თევზები არის უფრო მე დავიკარგე საერთოდ, აი ყველაში ღრუბლებში დავფრინავ, უფრო ტრანსულ მდგომარეობას ვადარებთ ხოლმე და რეალობისგანაც გაქცევა არის გარკვეულწილად შესაბამისად, იმიტომ რომ მე მიჭირს ამ ენერგეტიკასთან, ამ სამყაროსთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მე მეშინია ემოციურად, აი ამ სამყაროში, ამ ყველასთან შეხებაში, რომ გამატარო ყველასთან, არ დავიკარგო მე, ხო? და კეტავენ ძალით. იმიტომ რომ ზუსტად აქვთ ეს შეგრძნება, რომ მე სადღაც აი ბურუსში ვიკარგები ხოლმე. და რატო შეიძლება დავიკარგო? იმიტომ რომ მე ემოციურად არ მისმის ჩემი თავი. ძალიან მარტივად, behavioristულად რო გითხრათ, რაც უფრო ნაკლებს გაატარებენ მარტოობაში. ოღონდ ენერგეტიკულ მარტოობას გულისხმობ და არაფერს შეიძლება მარტო ვიყო ახლა აქ, მაგრამ საერთოდ არ გრძნობდე მარტო თავს, ხო? მესთან ვიყო, მყარად ვიყო. აი აქ საჭირო არის ამის სამუშაოება. აქ არის საჭირო მაქსიმალურად ხალხთან ენერგეტიკული კონტაქტი, ემოციური კონტაქტი და არა საკუთარ სამყაროში დაკარგვა.